წინასაარჩევნო მარათონი სრულდება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები დარჩენილი დროის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობენ. დასასვენებელი სკვერებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება გორგელაძის ქუჩის მცხოვრებლებმა ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ბათუმის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან შეხვედრაზე. გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატები მათ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაფიქრდნენ. უფრო მეტი დასუფთავება იყოს, უფრო მეტი გამწვანება იყოს, ბავშვებს სათამაშო მოედნები კონდეს. რაც შეეხება ახლა მოლოდინი დიდია, იმიტომ რომ ოცნებამ გაგვიცრუა თავისი იმედები. ნაციონალები სათანადოდ არ დასაჯა, როგორც საჭირო იყო. მოკლედ მოუყევით ის თეზისები, რის გაკეთებასაც ვაპირებთ და აქ თავარია ის, რომ მათ იციან ჩვენი თავარი პრიორიტეტი იქნება ადამიანი, იქნება გარემო, რომელიც ეს ადამიანები ცხოვრობენ, ან ჩვენი თანამოქალაქეები და იქნება მეორე მთავარი პრიორიტეტი სამართლიანობის აღდგენა, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ